ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1933 წლის 9 აპრილია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. გერმანული საინფორმაციო წყაროები აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკური დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ნაციონალ-სოციალისტების გერმანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლისგან, რათა საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელმა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ შეცდომები არ დაუშვას და არ შეიქმნას გაურკვევლობა ორ დიდ სახელმწიფოს შორის, რაც გერმანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. კანცლერ ჰიტლერს მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ მან სახელმწიფო მოღვაწის უნარით გაითვალისწინა გერმანიის საღი საგარეო პოლიტიკური ინტერესები. ტყიბულის რაიონისა და მაღაროების პარტიულ საბჭოთა და კომკავშირულ ორგანიზაციებში უკანასკნელ ხანებში მიიღება გადამჭრელი ზომები კოლმეურნეობებიდან მუშახელის მოსაზიდად. პარტიის რაიკომმა, მაღაროების პარტკომმა, დირექციამ და კომკავშირის რაიკომმა მობილიზება უყვეს და სოფლად მუშახელის შესაძლებლად გაგზავნეს 25 პასუხისმგებელი მუშაკი, რომლებმაც უკვე დამკვირვებლური ტემპებით გააჩაღეს მუშათა საწარმო ხელშეკრულებების დადება კოლმეურნე და ინდივიდუალურ გლეხებთან. 1 აპრილიდან მაღაროში უკვე დაიწყო მუშაობა 350 კოლმეურნემ და 150 ინდივიდუალურმა გლეხმა. აქედან კომკავშირული ხაზით მობილიზებულმა 50 კომკავშირელმა. გაზეთ „პრავდის“ ამიერკავკასიის წარმომადგენლობაში გაიმართა მუშკორთა და დაწესებულებათა კედლის გაზეთების რედკოლეგიის წევრთა კრება. კრებას დაესწრნენ ამიერკავკასიისა და საქართველოს მიწსახკომების, ამიერკავკასიის კოლმცენტრისა და მებამბეობის გაერთიანებების, ამიერკავკასიისა და საქართველოს წყალთამეურნეობის სამმართველოს საკჩაის, სოიუზ ტაბაკის, დაფნის ახალი კულტურის ტრესტის, ციტრუსოვანი ნარგავების ტრესტის სარედაქციო კოლექტივების თავმჯდომარეები და მუშკორები. საბჭოთა საქართველოს მუსიკალურ დარგში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. დაარსდა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ჩვენ გვაქვს საოპერო თეატრი, სახელმწიფო კონსერვატორია, მაგრამ არ გვქონდა მუდმივი სიმფონიური ორკესტრი დღემდე და იგი ყოველ გამოსვლაზე დამოკიდებული იყო დამკვირვებელთა შემთხვევით შერჩევაზე და ასეთი ნაკრების შემადგენლობა ყოველ ახალ გამოსვლას ამძიმებდა და აფერხებდა. ახლად შექმნილი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისგან ჩვენ ველით დიდად ნაყოფიერ მუშაობას. მით უმეტეს, რომ მისი მუდმივი მუსიკალური ხელმძღვანელი არის ისეთი ახალგაზრდა ნიჭიერი დირიჟორი, როგორიცაა ევგენი მიქელაძე. კომუნარების ყოფილი ალექსანდროვის ბაღი ზაფხულის პერიოდისთვის გადაეცა პროფესიულ კავშირებს, ქალაქის შეუკავშირებელ მოსახლეობაში მუშაობის საწარმოებლად. წელს ეს ბაღი შეუკავშირებელი მოსახლეობის კულტურისა და დასვენების ადგილი იქნება. ბაღის გადაკეთებას ხელმძღვანელობს საქართველოს პროფსაბჭოს კულტგანყოფილება, რომელმაც გადაწყვიტა ბაღში მოაწყვოს კინოთეატრი, ესტრადა და სხვადასხვა ატრაქციონები, ფიზკულტურის მოედანი, კარუსელი, ნავები და ასე შემდეგ. ბაღი ამუშავდება 1 მაისიდან. შესვლა უფასოა. გადმოიცემოდა 1933 წლის 9 აპრილის უკანასკნელი